ხალბატონიკა, მოდით ამით დავიწყოთ. არსენალში რა იარაღები დარჩა ქართულ ოცნებას ოთარ ფარცხალაძის დასაცავად პოლიტიკურ არსენალში? მე მგონი დავაყოვნეთ ხალბატონიკა და შეიძლება გაგვიბრას და კიდეც. არა, რა თქმა უნდა, არა, გილოცავთ ახალ ფორმატს. ძალიან საინტერესო იქნება თქვენი ფორმატი. სამივე ძალიან გამორჩეული გამოცდილების და პროფესიონალური ძალიან მაღალი სტანდარტებით გამოირჩევით და ძალიან მიხარია რომ ვარ თქვენს ფორმატში მიიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება კითხვას, არსენალი არის ერთადერთი, როდესაც იღებს მმართველი პარტია ერთ კონკრეტულ გზავნილს და მათ დავალებას აძლევენ, რომ ეხლა არის ეს ადამიანი დასაცავი, ან პირიქით ვიღაცას უნდა კოლექტიურად, ესე გუნდურად უნდა შეუტიონ და თავს დაესხათ, მაგალითად ჩემი შემთხვევა იყო, გახარია შემთხვევა და ამ შემდეგ, ხო, როდესაც ესეთი მესიჯები მიდის, გზავნილი მიდის, ამ პოლიტიკურ იარაღს იყენებს უკვე გუნდი ერთნაირი ლექსიკონით, სამწუხაროდ არ ყოფნით მათ მრავალფეროვნება არაჩვეულებრივი ქართული ენის და ერთი და იგივე სიტყვებით ცდილობენ დაცვას. ეხლა ძალიან უხერხულია ეს ვითარება, რაც არის შექმნილი, იმიტომ რომ გამოძიება დაიწყო პროკურატურის განცხადებას ვეცნობოდი ეხლა ცოტა ხნის წინ, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს არის სწორი მანევრი, სწორი რეაგირება, ფორმალურია თუ არაფორმალურია არის სამართლებრივად სწორი, იმიტომ რომ გამოძიების დაწყება არის აუცილებელი პირველი ნაბიჯი და პოლიტიკურად რომ პარტია დგას ახლა ამ პოზიციაზე, ეს აჩვენებს ძალიან ღია მტკიცებულებას, ანუ მათ შორის კავშირს. თუმცა პროკურატურის განცხადების ეს ნაწილი, სადაც დისტანცირებაზე არის საუბარი, რომ არანაირი კავშირი არ აქვს ფარცხალაძეს პროკურატურასთან, ეს რაღაც გონიერი დამრიგებლის კონტექსტში ხომ არ არის, ამას საგრძელებდით თითქოს. კი, რა თქმა უნდა, ეს არის მათი მხრიდან სწორი ხაზგასმა, რომ ინსტიტუციურად საკუთარ უწყებას იცავენ, მაგრამ ამას არაკეთებს მმართველი პარტია. აი, მორიგ შეცდომას უშვებენ, ისეთი როგორც ბოლო პერიოდში ხშირად გვინახავს, მოსამართლეებთან დაკავშირებით ანალოგი იყო მოყვანილი და ზუსტად ეს პარალელი კარგი მაგალითია, როგორც იცავდნენ ისინი და იცავენ დღეს კლანს სასამართლოში, ზუსტად ესე აკეთებენ ახლა. ეს რას აჩვენებს? აჩვენებს მათ შორის ღია კავშირს. ამიტომ აი დამრიგებელი ვინც ყავს და ამ გზავნილის შემქმნელი ვინც არის, როგორც ჩანს ისის თავისუფალი არ არის, იმიტომ რომ როგორც მოსამართლეები ითხოვდნენ მმართველი გუნდისგან და მე მახსოვს ეს პროცესი ძალიან კარგად და საკმაოდ მტკივნეულად, რომ დაგვიცავით, ეხლა ჩვენ გვჭირდება დაცვა და მე მაშინ მახსოვს მქონდა კიდევა ძალიან მძიმე საუბარი საკუთარ თანაგუნდელებთან, როდესაც პირველად განცხადება გაავრცელეს სასამართლოს დასაცავი, უთხარი რომ ჩაიხედეთ კონსტიტუციაში. პარლამენტი არის ხელისუფლების ცალკე შტო. მას აქვს მაკონტროლებელი ფუნქცია. სასამართლო არის დამოუკიდებელი შტო. არ შეიძლება პარლამენტი იცავდეს სასამართლოს, იმიტომ რომ ეს არის ორი დამოუკიდებელი შტო და ერთმანეთთან კავშირი არ უნდა ჩანდეს. ისევე იქცევიან ეხლა ზუსტად. ანუ ღია მტკიცებულებას აძლევენ ყველას. დიახ. აი, მძიმე საუბარი ახსენეთ სასამართლოებზე. გქონდათ თუ არა მსგავსი ტიპის მძიმე საუბარი, მაშინ როცა თავად ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ გახდა ცნობილი, მაშინ საჯარო განცხადებაში, მათ შორის თქვენს განცხადებაში იყო, რომ აქ კანონი არ დარღვეულა და ალბათ ფარცხალაძე თავად არ ისურვებდა, რომ მის ცხოვრებაში ასეთი ფაქტი მომხდარიყო. ან ხომ არ გადააფასეთ ეს განცხადება? მოდით პირდაპირ ვთქვათ, ზოგადად გადაფარებას მაშინაც ხედავდით ფარცხალაძეზე. ეს სკანდალი ფარცხალაძის ბიოგრაფია ხომ არ დაწყებულა რაღაც ერთ დღეში, მწიფდებოდა ნელ-ნელა და ეს იყო პირველი სერიოზული ტესტი მაშინ ხელისუფლებისთვის. აი, რა ხდებოდა მაშინ კულუარებში? რაც მახსოვს და ამ დღეებში ვიხსენებდი ამ ეპიზოდს, როდესაც აი პირველად მოხდა, შეიძლება ჩემი კომენტარი ეხება, არ ვიცი, მაშინ როცა არჩევა ხდებოდა თუ გადადგომა პროკურატურიდან, მაგრამ გაირკვა რომ ის არის ნასამართლები და თქვით რომ კანონი არ დარღვეულა და ისიც არის სურვებდა მის ბიოგრაფიაში ყოფილიყო ასეთი ფაქტი. ხო, სწორია. სამართლებრივად ეს სწორი კომენტარია. მე მაინც ჩემი დიდი ნაწილი გონების არის იურისტის და კანონის ენაზე, როდესაც ნასამართლეობა ქარწყლდება, ესე გვიწერია ჩვენ კანონში, ნასამართლეობის არ მქონე თითულება პირი. ანუ კანონის მოთხოვნა იყო დაცული.
პოლიტიკურად შეიძლება ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით არ იყოს ბიოგრაფიულად კარგი ესეთ მაღალ თანამდებობაზე გენერალური პროკურორის არჩევა, მაგრამ თუ გეკითხებიან იურის, რომ კანონის მოთხოვნა არის თუ არა დარღვეული, კანონის მოთხოვნა დარღვეული არ იყო. მე მახსოვს მეორე ეპიზოდი, მახსოვს, როდესაც აი სკანდალური ამბავი, როდესაც გავრცელდა და ეს ეხებოდა თუ არ ვცდები სპორტის ყოფილი მინისტრის მონაწილეობით ყიფიანის მაშინ დიახ და მე მოგვიანებით იყო კიდევ გენერალურ აუდიტორთან დაკავშირებული ამბავი, რომელიც მე სასამართლოში გაიგზავნა ეს საქმე. მახსოვს მაშინ შიგნით დავსვი კითხვები და ვთქვი, რომ მითხარით რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, მომაწოდეთ ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს რაღაცა ფორმალურად მაინც ჩანდა, რომ იყო დანაშაული შემცველი ამბავი და ეს კითხვები დავსვი საკმაოდ მწვავედ შიგნით. მახსოვს მაშინ დამირეკა ივანიშვილმა დამირეკა მაშინ და მითხრა მე მითხრესო გავიგეო რომ შენ გაქვს კითხვები და ხარო შეწუხებული ამ ამბით და რაღაცებზე გინდა მეტი ინფორმაციის მიღებაო. კი მეთქი უთხარი ნამდვილად მინდა ვიცოდე რა ხდება, იმიტომ როდესაც გეკითხებიან ჟურნალისტები და გინდა რომ ამაზე კონდეს გამართული პოზიცია, უთხარი რომ მე მინდა გავიგო რა ხდება სინამდვილეში და მითხრა რომ ძალიან კარგიო, შეგიძლიაო კითხო, მას პირადად დაუსვა ეს კითხვები, ან მის წარმომადგენელიო გამოაგზავნის ამ ინფორმაციასო, მეც მაინტერესებსო. ეს დააყოლა ეს არ ვიციო ხო და გავარკვიოთო. ხო, მოდი გავარკვიოთ, მაგრამ ის რომ თვითონ ამ საკითხზე მესაუბრებოდა მაშინ, ნუ ჩანდა რა თქმა უნდა ეს კავშირი, ხო, ამ პროცესთან და ჯერო და ძალიან კარგი შეგიტანია გალბატონო ეკა იმ მომენტში ამ სატელეფონო საუბრის დროს. იცი რა მე იმ ეტაპზე მაინც ჯერ კიდევ არ ვიცი შეიძლება იმიტომ რომ მაინც მეგონა არ იყო ყველაფერი ისე უფრო იმდენად ძიმედ რამდენადაც რეალურად შეიძლება ეს მე უფრო კარგად დავინახე სასამართლოსთან როცა გარიგება შედგა და მაინც ვცდილობდი რომ ეს მწვავე კითხვები მე შიგნით დამესვა მე ვიდრე გარეთ დავიწყებდი საჯარო საუბარს ვიღაცებს კი გონიათ რომ წამოვედი მე დავიწყე საუბარი არა მე ვიყავი ჯერ კიდევ უმრავლესობის წევრი ხელისუფლებაში როდესაც მე საჯარო ძალიან მწვავე განცხადებებს ვაკეთებდი და კიდევ უფრო მწვავეს ვაკეთებდი შეფასებებს შიგნით როდესაც შეხვედრები იყო მე მახსოვს მომიტანეს ეს ინფორმაცია რაღაც ბევრი დოკუმენტი იყო აუდიტის დასკვნების შეფასებები ასე შემდეგ და უთხარი რომ აუდიტის დასკვნები კი არ მინდა ამას ისედაც კითხულობდი მომდიოდა ეს ინფორმაცია ამის იქეთ რა ხდებოდა ის იყო მნიშვნელოვანი ვისგან ითხოვდით ამ პასუხებს გალბატონო ეკა ფარცხალაძესთან ხომ არ ქონიათ კომუნიკაციის შესაძლებლობა წარმომადგენელმა კი მე როდესაც ვესაუბრე ივანიშვილმა ცოტა მირეკა და ეს მითხრა მე მაშინ უთხარი პირადად მას რომ გამომიგზავნე ეს ინფორმაცია იმიტომ რომ ორი ისეთი კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი რომ მე ჩავთვალე ჩემი თავი ვალდებულად როდესაც გეკითხებიან ესეთ თემებზე მქონოდა და მეტი ინფორმაცია და უთხარი მას რომ გამოეგზავნა ამ საკითხთან დაკავშირებით თუ რამე შეიძლებოდა რომ გვენახა ჩვენ პარლამენტში და გამომიგზავნა ძალიან დიდი დოკუმენტები მომივიდა მახსოვს აუდიტის დასკვნებს კითხულობდი მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც საქმე სასამართლოში გაიგზავნა იქ დადასტურდა რომ იყო დანაშაული შემადგენლობა და სასამართლოში გაიგზავნა ნუ მე იცით რაც მოხდა სასამართლოში და მივედით ისევ იმ პრობლემასთან რას აი სასამართლოს კუთხით რა ტიპის სისტემურ პრობლემასაც ვაწყდებოდით იგივე იყო აქაც საინტერესო დეტალები გახდა დღეს ცნობილი მადლობა ამ ინფორმაციისთვის მოკლედ ძალიან მნიშვნელოვანია ერთსაც ვიკითხავ სასამართლოს ნაწილზე რომ ყველა სასამართლო აქვს მოგებული აი მოკლედ გითხარით მისი როლის შესახებ კოანის ჩამოყალიბების ნაწილში იმიტომ რომ ჩინჩალაძის გადმობირების თემაზე სწორედ ფარცხალაძის როლზე საუბრობდნენ ხოლმე ირაკლი შოთაძეზეც გვინდა აუცილებლად რომ მოვისმინოთ თქვენი აზრი შოთაძე რომელიც ბევრი წელია ფარცხალაძეს მიხვებოდა სხვადასხვა სამსახურში დღეს ის მთავარი პროკურორია ხო რაც შეეხება სასამართლოსთან კავშირებს
მე პირადად ესეთი პირდაპირ კავშირის მომსწრე მათი არ ყოფილ ვარ და ამიტომ ვერ ვილაპარაკებ ამაზე, ნამდვილად არ ვიცი. მე ვიცი სასამართლოს კლანი როგორ ლაგდებოდა ესე როდესაც მათ ვერ შეძლეს ჩემთან მოსვლა და ყველა გზა ჩაირაზა და მათი წარმომადგენელი ჩემთან კომიტეტში იცით ვინც იყო ზარდიაშვილი და გახსოვთ ის ცნობილი ძალიან მძიმე ინციდენტი ეს ყველაფერი ამის გაგრძელება იყო და ამის შემდეგ მათ კობახიძესთან დაიწყეს ურთიერთობის აწყობა და აწყეს კობახიძე იყო მათი აი საითაც გაიხედავდა ჩინჩალაძე იქეთ აყოლებდა მზერას კობახიძე აი დაახლოებით ეგეთი ურთიერთობა თუ შეიძლება წარმოიდგინოთ ეხლა არიცით ფარცხალძეზე მაშინ შოთაძის ნაწილზე გადავიდა განცხადებას მოყვება მორიგი გაგიჟება მოყვება ეხლა ქართული ოცნების იმიტომ ყველა ჩემ ასეთ მეხსიერები და როს ამოვალაგებ ხოლმე მინდი პასუხებთ როგორ გგონიათ ეს შეიძლება პერსონალურად კობახიძეც იყო ტროლები და ბოტები არა მაგის გამბედაობა სადა აქვს რომ ამად აი მაგალითად მათ ტელევიზიაში იმედში ან რა ვიცი რომელიმე მათ კონტროლის ქვეშ არსებულ ტელევიზიაში მობძანდნენ და იქ დამიძახონ არა აი ხა ტროლები ბოტები და ამ შემდეგ მათი რაღაცა საშინელი მექანიზმით ველაპარაკებიან ხოლმე როგორ ჩვევია თორე იმის გამბედაობა სადა აქვს რომ პირდაპირ გამცემ შოთაძეზე მაინტერესებს ძალიან და თუ შეიძლება დაუბრუნდეთ ამ თემას რომ დავაზუსტო სატელეფონო რადგან იყო მოადგილე ოთარ ფარცხალაძის ფაქტობრივად წლების განმავლობაში მისი გავლენები ფარცხალაძის დღევანდელ გენერალურ პროკურორს ხო ეს აი მე ხა ბოლო პერიოდის ამბებს ვერ გეტყვით მაგრამ ამ შემდეგ რაც ცვლილება მოხდა სხვათა შორის ერთი რამე ხა ხო აკრიტიკებ ყოველთვის იცი თქვენ მე მარცაჯულების სისტემას როგორ მწვავეთ ვაფასებ მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს ითქვას რომ როდესაც მოხდა ცვლილება და ჩვენ კონსტიტუციურად პროკურატურას აბსოლუტურად დამოუკიდებელი სტატუსი მივეცით მე მაშინ მქონდა შესაძლებლობა მემუშავა ახალ კანონზე პროკურატურის შესახებ და მაშინ მე შოთაძეს როდესაც ხედავდი საკმაოდ ღია და გახსნილი იყო ბევრი სიახლის მიმართ ეს ობიექტურად უნდა თქვა ის უნდა გამოიკითხოს თუ არა ახლა ბატონო ეკა სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ ახლა უნდა გამოიკითხოს თუ არა ის რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაიკითხოს და პირველ რიგში ის უნდა გამოიკითხოს. მისი დაკითხვაც უნდა მოხდეს და ყველა იმ დეტალის შესწავლა და კარგია რომ პროკურატურამ დაიწყო ამ გამოძიების ოფიციალურად ჩატარება. ეს ნიშნავს, რომ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდება. ეს ნიშნავს იმას, რომ აბსოლუტურად ყველა დეტალი უნდა იყოს გარკვეული და გამოძიებული. მე არ ვიცი ხა კულუარებში რა ხდებოდა მას შემდეგ რაც წამოვედი, მაგრამ მაშინ პროკურატურას ძალიან ღია და გახსნილი პროცესი ქონდა ჩვენთან პარლამენტთან მე არ მქონდა პრობლემა. აი ახლა რას ამბობს ქალბატონო ეკა პროკურატურის კი ახლა რას ამბობს პროკურატურაზე პროკურატურის დღევანდელი განცხადება. ნახეთ დღეს მათ გაავრცელეს განცხადება პროკურატურამ გაავრცელა განცხადება რომ არ არის რაღაც არაფორმალური მართლობა ნუ გამიჯნვის ტექსტი მაქსიმალურად ოთარ ფარცხალაძისგან. რასაც ჩვენებს ეს პროკურატურაზე შეშფოთდნენ არა ეს სწორი აქცენტია, იმიტომ რომ პროკურატურას უნდა რომ ინსტიტუციურად თავისი თავი დაიცვას და ამბობს რომ ჩვენ არა ვართ ფარცხალაძე და გამოძიებას დავიწყეთ, ეს სწორი აქცენტია ხო ობიექტურად უნდა ითქვას, იმიტომ რომ აი მუდმივად ამ შლეიფით და ამ აჩრდილის ქვეშ ყოფნა ინსტიტუციურად ძალიან აზიანებს ამ უწყებას. ამიტომაც კარგია რომ გამოძიება დაიწყეს, ის სადაც კარგია უნდა ვთქვათ რომ კარგია ნამდვილად, იმიტომ რომ გამოძიება რო არ დაწყებულიყო, მართლა ძალიან მძიმე კითხვის ნიშანი ჩამოეკიდებოდა ისო პროკურატურის უწყებაზე. გადაწყვეტილების მიღება შედეგებია მნიშვნელოვანი, რა შედეგებს მივიღებთ? რა თქმა უნდა, ამიტომ ამას უნდა დავაკვირდეთ ყველანი ერთად და სხვათა შორის პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება შობია. ცირე გადახვევა, ამ სატელეფონო ზარმა ძალიან დამაინტერესა და ძალიან მოკლედ ცოტა დრო გვაქვს, მაგრამ უნდა გკითხოთ. მე ვიცი, მოკლედ ყველამ ვიცით, რომ ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდა ივანიშვილის ადვოკატი იყავით, მასთან პირადი კომუნიკაცია ჰქონდათ შემდგომაც, მოკლედ რომ გირეკავდათ, ეს ცხადია და ფარცხალაძის დროსაც დაურეკავს. ბოლოს თქვენი სატელეფონო კომუნიკაცია რა საკითხზე შედგა, რა იყო ეს თემა, როდის დაგირეკათ და როდის გაწყდა კავშირი? ჩემი წამოსვლის შემდეგ მას შემდეგ მოკლედ აღარ დაურეკავს ძალიან მას შემდეგ ქონდა ერთი კომუნიკაცია კი შეგიძლიათ გითხრათ მაგრამ ეს იყო საკმაოდ არა
როდის იყო? მე რა, იმიტომ რომ ძალიან პირადი წამოსვლის შემდეგ, დაახლოებით 1 წლის შემდეგ ალბათ, მაგრამ აი ძალიან პირადი ესეთ პერსონალურ ამბებზე არ ვსაუბრობ ხოლმე, თუ ეს ეხება საქმეს, ხო, მაგრამ გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, ეკა ბესელია მართლმსაჯულების სახლის დამფუძნებელი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში.